ვახო ფიცხელაური არის ის აქტივისტი, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე აქვს ბრალდებულის სტატუსი, ის პროცესებს საპატიმრო დაწესებულებიდან ადევნებს თვალს, რადგან მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თქვა, რომ არ გამოცხადდება სასამართლო პროცესებზე, როგორც ფიცხელაური პირველებთან საუბრისას განმარტავს, სასამართლო პროცესებზე არ გამოცხადების მიზეზი არის მტკიცებულებების არარსებობა. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ 4 ოქტომბრის საქმე თავიდანვე იყო პროვოკაცია, შესაბამისად ამბობს, რომ საქმეში არ არიან არც ის დაზარალებული მოწმეები, რომლებიც რომელიმე ბრალდებულს ამოიცნობენ და მიუთითებენ, რომ კონკრეტულმა მათგანმა მიაყენა რაიმე სახის დაზიანება ძალოვანი უწყების თანამშრომლებს. ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ საქმიდან ასევე გამქრალია მთავარი მტკიცებულება სასახლის ღობე, რომლის გადაგდებასაც ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულებს. შესაბამისად ფიცხელაური ამბობს, რომ ამ პროცესებში ის მონაწილეობას არ მიიღებს და არაპირებს, რომ ხვალ მოხდეს მისი ეტაპირება საქალაქო სასამართლოში და ის არ მოусმენს არც ამჯერად დაზარალებულ მოწმე პოლიციელებს. მე არც ერთ ხსომაზე არ დავსწრებულ ვარ, იმიტომ რომ ამათ კლანების სასამართლოს არც უცნობდა და შეკერილი ბრალით ვისჯებით ყველანი, რომელ სასამართლოზეა ლაპარაკი, ქვეყანას უყავენ და მიათრევენ უსრულში. ხო, მოწმეები თითს ვერავის ვერ ადებენ, არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ, სასახლის ღობე გააქრეს საერთოდ საქმიდან და თავიდან ბოლომდე შეკერილია ყველაფერი. ხა ამას მე მგონი თვითონ კოცების კითხები ხა ეს ფარსში მონაწილეობა მით უმეტეს ხა ციგია მეტი არაფერი. საპროცესო მაგას არც განვიხილავ და საერთოდ მაგ საკერზე არც შემეხმიანო თქვა მაგ იმიტომ რომ როდესაც დამაკავეს ჩემთან იყო შემოსული გამომძიებელი და არც შევხვდი და არც მაინტერესებდა რაზე იყო შემოსული. მოკლედ ხა ამ რეჟიმთან მე არც თანამშრომლობას ვაპირებ და თუმეტეს რაც არ დამიშავებია იმის აღიარება კიდე ეგეთი რაღაცები შემხედან არ იქნება. სასახლის ღობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 5 სხვადასხვა ეპიზოდად არის გაყოფილი, უმრავლეს მათგანზე მოწმეების გამოკითხვა თითქმის არის უკვე დასკვნით ეტაპზე. პროკურატურამ რამდენიმე ეპიზოდზე უკვე განსაზღვრა პროცესების რაოდენობაც, მაგალითად 2 პროცესში უნდა დაასრულონ ორშაბათის ეპიზოდზე მოწმეების გამოკითხვა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმე არის შეკერილი და ამის ნათელი დადასტურებაა მოწმეების ჩვენებებიც, მაგალითად უფლებადამცველები იხსენებენ იმ სასამართლო პროცესებს, როდესაც დაზარალებულ პოლიციელებს კონკრეტული კითხვები დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, ნასროლი ქვა ნამდვილად იყო აქციის მონაწილის მხრიდან თუ ეს იყო ეგრეთ წოდებული პროვოკატორის მხრიდან ნასროლი, რაზეც კონკრეტული პასუხები მოწმეებს ძირითად შემთხვევაში არ აქვს. შესაბამისად უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ისე როგორც პროვოკაცია იყო 4 ოქტომბერს გადაჭრილი ღობე, პროვოკაცია მოეწყოთ და ადგილზე ეგრეთ წოდებული პროვოკატორები ჩაენერგათ. ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ არავითარი დანაშაული და ეს ყველაფერი კადრებით ჩანს. მაგრამ იქ იყო ხო რომ ადამიანები ნიღბები და ასე შემდეგ, ერთი ადამიანი არ არის ნიღბით დაკავებული. ხო, ანუ დააკავეს ადამიანები, მხოლოდ რომლებიც სახეზე ჩანდნენ და რომელი ადამიანებიც არაფერს არ ჩადიოდნენ. აი, აქ შეიძლება გაჩნდეს გონივრული ეჭვ, რომ ეს ადამიანები მაგალითად ვინც არ არიან დაკავებულები, ხო, ვინც კადრებში ჩანს, სხვადასხვა ქმედებებს რო ახორციელებს. ვინ იყვნენ ის ადამიანები? როდესაც ისმის კონკრეტული შეკითხვა, თუ საერთოდ რატომ რამდენად არის დარწმუნებული კონკრეტული პოლიციელი, რომ დაზიანება მიიღო არა აქციის მონაწილის მხრიდან ნასროლი ან მოხვედრილი კონკრეტული საგნის, არამედ ზოგადად სხვა პიროვნების მიერ ნასროლი რაიმე საგნის შედეგად, ხო? საუბარი არის თუნდაც პროვოკატორებზე, რომლებიც მათ შორის არიან, ხო, არაერთი დადასტურებულად ვიცით ეს სხვადასხვა საპროტესტო აქციის მსვლელობისას. კონკრეტულად ვინის როლა ეს აქციის მონაწილე იყო, უბრალო გამულელი იყო თუ ნებისმიერი სხვა, ეს მათთვის უცნობია და შესაბამისად მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს ისიც, რომ მიყენებული დაზიანება აქვთ აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი კონკრეტული საგნის შედეგად. რა თქმა უნდა, წინტუშქებთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე, რომელიც ამავდროულად დაზარალებული იყო, ვერ ადებენ ხელს ვერც ერთ ბრალდებულს, შესაბამისად ვერ იხსენებენ ვინ დააზიანა
რაიმე ნივთის სროლით თუ რაიმე ნივთის დარტყმით და შესაბამისად ვერც ხელს იშველენ კონკრეტულად აქციის მონაწილეების მხარეს. ანუ ისინი იძახიან, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა, მაგრამ არ იციან კონკრეტულად ვინ გაარტყა და ზოგიერთი მოწმე იყო ისეთი, რომელმაც მათ შორის ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ მე ვინ გამარტყა კონკრეტული ნივთი და ვინ დამაზიანა, ეს იყო პოლიციელი, ეს იყო აქციის მონაწილე თუ ვინმე სხვა, ეს ჩემთვის უცნობია. უკვე 4 თვეზე მეტია, რაც საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული დაზარალებული პოლიციელები იკითხებიან, თუმცა 5 ეპიზოდიდან სხვადასხვა პროცესზე გამოცხადებულმა მოწმეებმა ვერ მოახერხეს ვერც ერთი ბრალდებულის იდენტიფიცირება და ვერ მიუთითეს, რომ კონკრეტულად რომელიმე მათგანმა მათ რაიმე სახის დაზიანება მიაყენა.